One important part is information resilience. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ინფორმაციული მდგრადობაა. რუსულმა ნარატივმა არ უნდა შეაღწიოს საზოგადოებაში და არ უნდა არსებობდეს მნიშვნელოვანი პრორუსული ჯგუფები, რომლებიც მაგალითად პოლიტიკური ძალაუფლებით ისარგებლებენ. This gladly is the situation in საბედნიეროდ ფინეთში სწორედ ასეთი სიტუაციაა. ყველა პარტია ძირითადად მხარს უჭერს უკრაინის ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომელთაც სხვებზე მეტად შეიძლება ჰქონდეთ პრორუსული შეხედულებები, მაგრამ ფაქტობრივად პარლამენტში ამჟამად არავინ არის პროპუტინისტი. in the parliament is pro. ვიტყოდი, რომ ინფორმაციული მდგრადობა მართლაც უმნიშვნელოვანესი საკითხია, რადგან ის ფართო მასშტაბით განსაზღვრავს საზოგადოების ფუნქციონირებას. ასევე აუცილებელია გავაცნობიეროთ, რომ რუსეთი მუდმივად ცდის ახალ მეთოდებს და ამას უნდა ვუპასუხოთ გადამწყვეტი ნაბიჯებით. მსგავსი შესაძლებლობების გარეშე რუსები კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ კვლავ გამოიყენებენ სხვადასხვა მეთოდს. საზღვრებს მიგრანტებით გაავსებენ. ან სხვა რამეს მოიფიქრებენ. დემოკრატიულ საზოგადოებებზე რუსეთის მრავალმხრივი ზემოქმედების შესაკავებლად მრავალი მიმართულებით უნდა ვიფიქროთ. Currently, as Russia is ჩემი აზრით, დღევანდელ ვითარებაში, როდესაც საქმე რუსეთს ეხება, საზღვარი უნდა იყოს ძალიან მკაცრად გაკონტროლებული. they should not be open for ღია არ უნდა იყოს. ფინეთის შემთხვევაში, თუ საზღვრები ღია დარჩებოდა და ხალხს თავისუფლად შეეძლებოდა გადაადგილება, უფრო მნიშვნელოვანი საფრთხეები გაჩნდებოდა, რადგან ეს რუსეთს კიდევ რამდენიმე ბერკეტს მისცემდა საზოგადოებაზე ზემოქმედებისთვის. gives Russia